მოგესალმებით ალუბლის ღვეძელებო, მე როდესაც YouTube-ის კეთება დავიწყე ზუსტად ვიცოდი რომ ეს დღე დადგებოდა და განვიხილავდი ტოპ ყველაზე საინტერესო სასიყვარულო სამკუთხედს, რომელიც არის ვამპირის დღიურებში წარმოდგენილი. ეს არის სერიალი, რომელმაც ჩემი თინეიჯერობა შეცვალა. ეს არის სერიალი, რომელსაც დღემდე ვუბრუნდები და ყოველთვის ვუყურებ და როცა მჭირდება რაიმე ისეთი სახლური, ნოსტალგიური მარტივი, რომელიც მატირებს და რაღაც მძაფრ ემოციას მომცემს, ყოველთვის ვუბრუნდები ამ სერიალს. ეხლაც ვუყურებ, ამიტომაც არ გამიჭირდებოდა ამ ვიდეოს მომზადება თქვენთვის. იმედი მაქვს, რომ თქვენც ჩემნაირი ტკბილი ბავშვობა გქონდათ და არაერთხელ გაქვთ ნანახი ეს სერიალი. გახსოვთ, როგორი იყო პირველი შეგრძნებები, ის ლოდინი, როცა ელოდებოდი ახალ სეზონს, ახალ სერიას და ის შეგრძნებები, რაც მოქონდა თითოეულ მათგანს, ამიტომაც კარგად მოკალათდი, ჩემსავით მოიმარჯვე ხელში ყავა, იმიტომ რომ დაგჭირდება და ძალიან სასიამოვნოდ გავატაროთ უახლოესი წუთები, რადგანაც გავიხსენებთ ბავშვობას, გავიგებთ საინტერესო ფაქტებს ჩვენ საყვარელ სერიალზე და მათ პერსონაჟებზე, ცოტას ვიჭორავებთ, ცოტას მიმოვიხილავთ და ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნებოდა და რაც მთავარია, აღარ წაგართმევ ბევრ დროს უბრალოდ გეტყვი რომ გამოიწერე ჩემი არხი, რადგანაც მინდა რომ მქონდეს мотиваცია რომ ხშირად ჩავწერო გრძელი და გემრიელი ვიდეოები ჩემი საყვარელი გამომწერებისთვის. ამიტომაც აუცილებლად უნდა დამიჭირო მხარი და მხარის დაჭერა ნიშნავს იმას, რომ გამომიწერ, დალაიქებ და სხვა რაღაცებსაც დანარჩენი შენ თვითონაც კარგად იცი. ეხლა კი დავიწყეთ. ალბათ ყველას გახსოვთ ცნობილი დრამა, როდესაც ვამპირის დღიურები გამოვიდა, ყველა ამბობდა, რომ ეს იყო ბინდის პლაგიატი და მათ სიუჟეტი მოპარეს. ერთი შეხედვით სწორედ ესე ჩანდა, რადგანაც ბინდის პირველი ფილმი რომ გამოვიდა და მოახდინა რაღაც ფურორი და ძალიან მაღალ რეიტინგული გამოვიდა და დაიწყეს მეორე ფილმზე მუშაობა და გადაღებები, სწორედ ამ შუალედში დაიწყო ვამპირის დღიურების პირველი სეზონი. შესაბამისად, ერთი შეხედვით კი ნამდვილად ესე ჩანდა, რომ თითქოს რაღაც ჯერ ბინდი გამოვიდა და შემდეგ ვამპირის დღიურები, მაგრამ ის წიგნი, რომლის მიხედვითაც ვამპირის დღიურები არის შექმნილი, იყო გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე ბინდის საერთოდ ხსენება. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, დეიმონის როლზე განიხილებოდა სტეფანი. ანუ სტეფანი უნდა ყოფილიყო დეიმონის ადგილას, ანუ უფროსი ძმა. მაგრამ შემდეგ, როდესაც კასტინგებზე მოვიდა ჩემი იან სომულჰარდერი, რომელიც აი ფიქრობ, რომ იდეალური არის ამ როლისთვის და საერთოდ ფიქრობ, რომ ერთი და იგივე პერსონაჟი და ადამიანი არის, ან ვერ ვასწავლებ იან სომულჰარდერს და დეიმონს ერთმანეთისგან, იმიტომ რომ ფიქრობ, რომ იდეალურად ასრულებს თავის როლს და ძალიან უხდება მისი ფიზიკურობა ამ როლს. შემდეგ უკვე გადაწყდა, რომ სტეფანი ყოფილიყო პატარა ძმა და მხოლოდ იმ მომენტებში გამოიყენებინა მისი ეს ბოროტული ხასიათი, ის კბილები, რომელიც ბუნებრივად აქვს და ასევე ის გამოცდილება, რომელიც შეეძლო, რომ ბოროტი როლის და ვამპირის შესრულებისთვის გამოიყენებინა, იმ პერიოდებში გამოიყენება, როდესაც ის თიშავდა თავის შეგრძნებებს და იწყებდა ადამიანის სისხლის სმას და ხდებოდა ყველაზე ბოროტი ვამპირი, ვინც კი არსებობდა. დაჟე უფრო მეტად ბოროტი, ვიდრე შეიძლება რომ კლაუსი ყოფილიყო. ამიტომაც მე სრულიად მოხარული ვარ ამ ფაქტით. არ მინდა ისეთ პარალელურ სამყაროში ცხოვრება, სადაც იან სომულჰარდერი არ ასრულებს დეიმონის როლს და ასრულებს ვინმე სხვას. ამიტომაც ბედნიერი ვარ, მოხარული ვარ ამ გადაწყვეტილებით. იან სომულჰარდერი და ნინა დობრევა რომ რეალურ ცხოვრებაში შეყვარებულები იყვნენ, ეს იყო ჩვენთვის, ანუ ამ სერიალის ფანებისთვის კიდევ ერთი დამატებითი ბედნიერების წყარო. მათი ურთიერთობა იყო ძალიან ცეცხლოვანი და ნამდვილად ეს ეტყობა კიდევაც თითოეულ სცენას. პირველივე ისეთი განსაკუთრებული სცენიდან უკვე ჩანს, რამდენად დიდი ქიმია იყო ამ ორ შორის. ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. იანი არის ნინაზე 10 წლით უფროსი, მაგ პერიოდში უკვე არ არის ესე ცნობილი რეალურად დაშორების მიზეზი, მაგრამ არსებობს მithქმა-მოთქმა, რა თქმა უნდა, მე იქ არ ყოფილ ვარ და ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ამ მithქმა-მოთქმას გაგიზიარებთ. მოკლედ, იანი იყო ნინაზე 10 წლით უფროსი. ნინა ამბობდა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო კარიერა და არ უნდა ოჯახი, შვილები და ასე შემდეგ. იანი კი დაინტერესებული იყო ოჯახის შექმნით. მას სურდა ოჯახი, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ნინასთან დაშორების შემდეგ ნინას მეგობართან
იწყებს ურთიერთობას და ერთ წელსში ხელს თხოვს და ისინი დღემდე ერთად არიან და ძალიან კარგი ოჯახი აქვს და ზოგადად იან სომლჰარდერი არის საუკეთესო მეწყვილე, რომელიც საოცარ რაღაცებს ლაპარაკობს თავის ცოლზე და ხელის გულზე ატარებს და მართლა უზომოდ და უგონოდ უყვარს ეს გოგო და რაც მე ძალიან მშურს და საერთოდ ვერ წარმოვიდგენ ნინა დობრევას ტვინში რა ტრიალებდა და რატო შეიძლება რომ რებისმიერი კარიერა ჯობდეს ვიდრე იან სომლჰარდერი ამას უბრალოდ იმიტომ ვამბობ რომ მე დეიმონის ფანი ვარ და ჩემთვის წარმოუდგენელი არის რამ შეიძლება შემაჩეროს რომ შვილები გავუჩინო იან სომლჰარდერს ანუ მართლა არ ვიცი რამ შეიძლება შემაჩეროს მაგრამ ცხოვრება სხვანაირია ალბათ ნინას იმდენად არ უყვარდა და მართლა გულწრფელად სხვა ეტაპზე იყო ცხოვრების, რადგანაც ის მართლა პატარა იყო, როდესაც ურთიერთობა დაიწყეს, სერიოზულად რომ შევაფასოთ მათი ურთიერთობა მე ნინას იმესმის, რადგანაც მართლა პატარა იყო, ასაკობრივმა სხვაობამ თავისი გააკეთა, რადგანაც ნინა იყო თავისი წარმატების და კარიერის მწვერვალზე და ამ პერიოდში ოჯახზე, ფიქრი, შვილები და ასე შემდეგ ნამდვილად რეევს ადამიანს და უფრო დიდ პასუხისმგებლობას კიდებს, რაც რისთვისაც არ იყო ნინა მზად და ეს სრულიად ნორმალურია. მაგრამ რა თქმა უნდა იანისაც მესმის ის უკვე ასაკში იყო მას უნდა და შვილები უნდა და ცოლი და მოკლედ ეს წყვილი ამ მიზეზით დაშორდა დიდი ალბათობით, მაგრამ მათ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ნინას, არ გაუწყვეტია თავის მეგობართან, რომელიც მე თავის მაყოფილმა მოიყვანა ცოლად, არც იანთან არ გაუწყვეტია ურთიერთობა და ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს მათ დღეს. საერთო ძალიან ბევრი აქვს ამ ორ ადამიანს, მათ ძალიან უყვართ ცხოველები, როდესაც ერთად იყვნენ, ხშირად აზიარებდნენ თავიანთ ცხოვრებას, მათ შორის ერთ-ერთი უსაყვარლესი მომენტია, როდესაც მათმა ძაღლმა იმშობიარა და ორივე ესწრებოდა ამ მშობიარობას და მოკლედ ძალიან კარგი წყვილი იყო რეალურად, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, იმის და მიუხედავად რომ ჩვენ ძალიან გვინდოდა რომ ერთად ყოფილიყვნენ, ესე არ არის, ეხლა როგორც ჩვენ გვინდა ესე ზედაპირულად და ერთი შეხედვით ცხოვრებაში ესე არ ხდება და მოკლედ როგორც აღმოჩნდა ძალიან კარგად დაშორდნენ ერთმანეთს, რადგანაც დღეს კარგი ურთიერთობა აქვთ, მაგრამ როდესაც ურთიერთობა აერიათ, ეს იყო ძალიან რთული ორივესთვის, ბუნებრივია და მაგ პერიოდში ნინა მოდის სერიალიდან და თუ გახსოვთ, ეს იყო მგონი მე-5-მე-6 სეზონში, როდესაც ნინას აძინებენ ცოტა ხნით და ეს პერიოდი იყო, როდესაც ნინამ განაცხადა, რომ მას სხვა პერსპექტივები უნდა და რომ ეცადა კარიერულად, მაგრამ ჩემი პირადი აზრით უკავშირდებოდა მათი წყვილის მათ განშორებას უკავშირდებოდა ნინას ეს გადაწყვეტილება, მაგრამ შემდეგ დაალაგეს ურთიერთობა, ნინა ისევ დაბრუნდა სერიალში და მოკლედ დღეს ძალიან კარგი მეგობრები არიან და თქვენ დამიწერეთ თქვენს ყოფილ პარტნიორს, რომ მოიყვანა თქვენი მეგობარი ცოლად. თქვენ როგორი ურთიერთობა გექნებოდა მათთან? რეალურად ალბათ ადეკვატურ სამყაროში ნორმალური ურთიერთობის ქონა, ესეთი მოცემულობით სრულიად ნორმალურია. პირადად მე ვფიქრობ, რომ რატომაც არა. მაგრამ ალბათ მე არ მესიამოვნებოდა ჩემი შეყვარებული რომელთანაც რამდენწლიანი სერიოზული და ისეთი ძალიან ცეცხლოვანი ურთიერთობა მაქვს, ჩემი დაქალი რომ მოსწონებოდა, მე ცოლად მოიყვანა და მე მაგეთან სტუმრად ყოფილიყავი, მაგრამ ყველაფერი ხდება როგორც იცით და როდესაც უკვე რაღაცას დასრულ ასაკში, დასრულ ურთიერთობებში ხვდები რომ რაღაც რეალურად დამთავრდა და თქვენი თანაცხოვრება დასრულდა, ალბათ შემდეგ უკვე სხვანაირად აფასებ იმ მოცემულობას, რომელშიც გადადიხართ. არ ვიცი თქვენ როგორ ხართ, დარწმუნებული ვარ რომ ბევრი ვამპირის დღიურების მაყურებელი არის დღეს ჩემთან, ამიტომაც მოდი ახლა ერთად გავიხსენოთ რამდენიმე განსაკუთრებული სცენა, რომელზეც მართლა ვწიოდი, როდესაც ეს ხდებოდა, აი მართლა ვწიოდი, ვკიოდი და კედლებზე გავდიოდი და დღესაც ესეთ შეგრძნებები მაქვს. პირველი ესეთი სერია და ესეთი მომენტი არის, როდესაც დეიმონი ცეკვავს და უბრალოდ შეუძლებელი ხდება, რომ არ გინდოდეს თუნდაც მოკლას იმ ოთახში იყო ცოტა ხნით. მეორე ესეთი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის დეიმონის და ელენას გაცნობის სცენა, რაც შემდეგ მოგვიანებით გავიგე, როგორც მოხდა, როცა მას გონია რომ ის კეთრინია. ანუ ძალიან მიყვარდება დეიმონი ამ მომენტში, კონკრეტულად ამ მომენტში. კიდევ ერთი ჩემი საყვარელი სცენა არის, როდესაც დეიმონს უჭირავს ელენას ყელსაბამი ხელში, ის ეუბნება თავისი გრძნობების შესახებ, შემდეგ ამ ყველაფერს წაუშლის გონებიდან და უბრუნებს ყელსაბამს.
უბრალოდ სიტყვები ზედმეტია, რამდენად ემოციური იყო ჩემთვის ეს მომენტი და სადაც ერთმანეთს აკოცებენ. ეს ხო საერთოდ ფანტასტიკური სცენა არის. პირველი აივანზე, როდესაც რეალურად კეთრინი არის და დეიმონს გონია რომ ელენაა და რომ აკოცებს. მაგ მომენტზე ხო საერთოდ გავკივი, მაგრამ როდესაც მართლა აკოცებენ, როდესაც ელენა გამოდის, გზამთარია თუ ქარია, სიბნელეა და ანუ ეს მუსიკა და ის მომენტი და ის შეგრძნებები, რაც მაშინ, როცა პირველად ვუყურებდი, ჩემში ეხლაც იღვიძებს და უბრალოდ მინდა რომ ვიკივლო. ამ სერიალის გადაღებებმა დააწყვილა არა მხოლოდ იანი და ელენა, არამედ ძალიან ბევრი სხვა ადამიანიც და ეხლა რასაც გეტყვით, თქვენ უბრალოდ არ დაიჯერებთ. იცით თუ არა, კლაუსმა ვინ მოიყვანა რეალურ ცხოვრებაში ცოლად? ბონის დედა. გახსოვთ საერთოდ ეს გოგო? გოგო არა, უფრო ვიტყოდი ქალი. გახსოვთ? ჩემთვის იყო ეს აღმოჩენა, რომელმაც გული ჩამწყვიტა, იმიტომ რომ მე როგორც დეიმონი, ასევე კლაუსი განსაკუთრებით მიყვარდა და მე ვეჭვიანობდი და კიდე კეროლაინი, რომელმაც სერიალში მართლა ყველა ბიჭი მოიარა, ანუ ვინ იყო, ვინ დარჩა მამრობითი სქესი, ვისთანაც კეროლაინის ურთიერთობა არ ქონდა სერიალში. და საბოლოოდ საერთოდ კეროლაინის და სტეფანის წყვილი იყო სრულიად ამოვარდნილი, ну ზოგადადაც ბოლო სეზონი იყო სრულიად ამოვარდნილი, ესე ვთქვათ, და 5-ჯერ უფრო დაბალი რეიტინგი ქონდა ვიდრე სხვა სეზონებს და ეს ლოგიკური არის. ჩემთვის როგორც ამ სერიალის ფანისთვის ძალიან დიდი სიხარული იყო ბოლო სეზონის გამოსვლა და თითოეულ მათგანს 17-ვე სერიას ვუყურე დიდი სიმპათიით და არ ვიცი, ტიროდი და თან ისე ვუყურებდი, იმიტომ რომ ძალიან მიხაროდა, მაგრამ რეალობას რომ თვალი გავუსწოროთ, ციფრებს რომ შევხედოთ, ეს იყო 5-ჯერ უფრო დაბალი რეიტინგის მქონე სეზონი, ვიდრე პირველი. ну აღარ ვლაპარაკობ მესამე სეზონზე, რომელმაც საერთოდ მოხსნა ყველანაირი რეკორდი და ამიტომაც ყველა სეზონში თუ არის 22 სერია, მგონი ერთ-ერთ სეზონში არის 23, ბოლო სეზონში არის მხოლოდ 17 სერია და ასევე გეტყვით რომ ბოლო სეზონი იმიტომ გამოვიდა რომ ჩვენი გულები დაემშვიდებიდათ და რაღაცა ისეთი საბოლოო სურათი გამოიხატათ, როგორც ჩვენს გულებს გაუხარდებოდა და არ ვიცი ეს ალბათ მოახერხეს, იმიტომ რომ მე კმაყოფილი ვიყავი იმ სიუჟეტით, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ რანაირად შეიძლებოდა, რომ კეროლაინი და კლაუსი ერთად არ ყოფილიყვნენ, ანუ ეს უბრალოდ წარმოუდგენელია ჩემთვის, აი მართლა მინდა რომ ჩავხედო თვალებში, ვინც იყო ამაზე პასუხისმგებელი და ეს არ გააკეთა. და ვკითხო უბრალოდ რატომ, ანუ ეს რატომ მოხდა? ალბათ იმიტომ, რომ ორიგინალების გადაღებებში საერთოდ სხვა სცენარი მიმდინარეობდა და ვერ დაემთხვეოდა ერთმანეთს. არ ვიცი, მაგრამ მე უდიდესი შინაგანი პროტესტი მაქვს ამასთან დაკავშირებით, რადგან ვფიქრობ, რომ კეროლაინა და კლაუსი უნდა ყოფილიყვნენ ერთად, საერთოდ რა შუაში იყო სტეფანი? ანუ არაფერ შუაში არ იყო. გთხოვთ, მითხარით, რომ მეთანხმებით. ვინმეს მოსწონს კეროლაინის და სტეფანის წყვილი? მართლა? პირველ რიგში გეტყვით, როგორ დავიწყე საერთოდ ამ სერიალის ყურება. მოკლედ, ვამპირის დღიურები უკვე გამოსული იყო, სადღაც 2-3 სეზონი უკვე არსებობდა, როდესაც მე დავიწყე მისი ყურება, რადგანაც თავიდან ცოტა ისე კრიტიკულად ვუყურებდი, ნუ რაღაცა ეს ვამპირის დღიურები ძალიან ბავშვურად მეჩვენებოდა, როცა მე თვითონ ძალიან პატარა ვიყავი მაგ პერიოდში. და ნუ მოკლედ მე და ჩემმა დამ საახალწლო და არდადეგებზე, როდესაც სკოლა არ იყო და რაღაცით გვინდოდა რომ შეგვევსო ჩვენი ყოველდღიურება, გადავწყვეტით რომ დაგვეწყო ყურება ერთად. და ეს იყო გადამწყვეტი ეტაპი ჩვენი დობის, რადგანაც ერთად დავიწყეთ ყურება, არ შეგვეძლოთ, რომ ერთმანეთის გარეშე გვეყურებიათ, როდესაც ერთად არ იცალა და რაღაცაში დედას ეხმარებოდა, მეორეს არ ქონდა უფლება, რომ ეყურებინა და ნუ აქ მიდიოდა ჩვეულებრივი ბრძოლა. იმიტომ რომ ცოტას მე ვუყურებდი, ცოტა პირველ, ანუ რაღაც მონაკვეთს ვუყურებდი სერიის, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებდა. მე რენია მიხვდებოდა რომ ეს მე ნანახი მქონდა და მოკლედ სერიოზული ბრძოლა მიდიოდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგად მახსოვს, რომ აი ზუსტად ახალი წლის პერიოდში, როცა დედა გვეხვეწებოდა, რომ დავხმარებოდით, რომ რაღაც საჭმელები გაგვეკეთებია, ჩვენ ეს ყველაფერი გვეზარებოდა. და როგორ მახსოვს, რომ აი კომპიუტერის წინ მოგქონდა პროდუქტები, რომელიც უნდა დაგვეჭრა თუ რაღაც და იქვე თან ჭრიდით, თან ვუყურებდით. მოკლედ იყო, არ ვიცი, აი საოცარი შეგრძნებები, საოცარი ემოციები, რაც დღემდე მემართება ამ სერიალს, როცა ვუყურებ, რადგანაც ვფიქრობ, რომ ზუსტად იციან, რასაც აკეთებენ, ზუსტად აი იმდენად ემოციური და იმდენად გვატრიგერებს რაღაც კონკრეტული მომენტები, იმდენად ემოციურია მართლა თითოეული სერია, განსაკუთრებით მიყვარს მესამე მეოთხე სეზონი.
იმდენად მნიშვნელოვანი, იმდენად ბევრი ემოცია არის, იმდენად მოულოდნელი რაღაცები ხდება. გვასწავლის ცხოვრებას, როგორი შეიძლება რომ იყოს, გვასწავლის ადამიანებს, როგორები შეიძლება იყოს ისინი და მოკლედ ეს ცეცხლოვანი რაღაცნაირი სიყვარული, რომელიც დეიმონს და ელენას შორის ტრიალებს, ძალიან ბევრი დეტალი არის გათვალისწინებული, არის წარმოდგენილი ორი სხვადასხვა ტიპაჟის, როგორც ფიზიკურად, ასევე ხასიათით პერსონაჟი, ორი მამაკაცი, რომელიც ორივე მართლა ფანტასტიკურად გამოიყურება რეალურად და ყველა გემოვნების გოგოსთვის არის ვიღაც, ვიზეც შეიძლება რომ გაგიჟდეს და გადაირიოს, ხო? არიან გოგოები, რომლებსაც სტეფანი მოსწონთ, ეს ცოტა წყნარი, მშვიდი, ძალიან კარგად სწავლობს, მას განსაკუთრებული შეგრძნებები და დამოკიდებულება აქვს ელენას მიმართ, ის ძალიან სწორია ერთი შეხედვით, მაგრამ მას აქვს მეორე ძალიან ცუდი მხარე, დამალული, რაც ვიღაცეებისთვის იდუმალებას იწვევს და ძალიან იზიდავს ესეთი ადამიანი, რომელიც მართლა ყველაფერს აკეთებს შენთვის და ის თავგანწირვით იბრძვის იმისთვის, რომ შენ იყო კარგად. რაც მე მქრინჯავს. და მეორე არის დეიმონი, რომელიც ერთი შეხედვით არის ძალიან ბოროტი, მას არ უყვარს არავინ, მას შეუძლია რომ მოკლას ყველა, ну ყოველ შემთხვევაში პირველ სეზონში ესე ჩანს. სხვათა შორის ერთ მომენტში სპეციალურად მოაკვლევინეს ჯერემი იმისთვის, რომ გადაწყდა რომ დეიმონი რაღაცა ძალიან შეიცვალა და ძალიან კეთილა გახდა, იმიტომ რომ რეალურად ესეც იყო ჩაფიქრებული, რომ დეიმონი უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომელიც ერთი შეხედვით ჩანს ბოროტი, მაგრამ რეალურად გულის სიღრმეში არის კეთილი და სტეფანი, რომელიც ერთი შეხედვით არის ძალიან კეთილი და გულის სიღრმეში არის ბოროტი. პირადად ჩემი აზრით, სტეფანი გარეგნობითაც არ მომწონს. რა თქმა უნდა, აქვს მას თავისი კარგი თვისებები, მე მაგალითად სტეფანს დიდი სიამოვნებით ვემეგობრებოდი, ის იქნებოდა ჩემი მეგობარი, მაგრამ არამც პარტნიორი. ანუ არამც, რა სტეფანი, როდესაც არსებობს დეიმონი და როდესაც სხვა უამრავი ბიჭი არსებობს, ვინც შეიძლება რომ მოგეწონოს ამ სერიალში, რატომ უნდა მოგეწონოს სტეფანი მაინდა-მაინც. არ ვიცი, მართლა შემთთვის ამოუცნობია, მაგრამ მე და ჩემი და ძალიან კარგად დავლაგდით ამ საკითხში, იმიტომ რომ გავინაწილეთ ძმები, მას თავიდანვე სტეფანი უფრო მოწონდა ვიდრე დეიმონი და ამიტომაც ჩემი იყო დეიმონი, მის იყო სტეფანი და თმებით არ გვითრევია ერთმანეთი, მაგრამ სხვა ჩემს დაქალებზე ამას ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ ყველას დეიმონი მოსწონდა რატომღაც. და მოდი შევთანხმდეთ, რომ დეიმონს უფრო მეტი გულშემატკივარი ყავს ვიდრე სტეფანს. როგორც რეალურ ცხოვრებაში, ასევე სერიალშიც და ეს ჩემი აზრით სრულიად ადეკვატურია, იმიტომ რომ დეიმონი გვაძლევს. ნუ, ჩვენ წარმოვიდგენთ რა თქმა უნდა ელენას ადგილას თავს და ასევე ყურების დროსაც გვაძლევს მძაფრ ემოციას, ქაოსს, სიყვარულს, რომელიც ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ არის, უდიდეს გრძნობას, თითქოს ადამიანს, რომელიც ჩვენ ყოველთვის დაგვიცავს, იმას შეუძლია რომ ჩვენ ძალიან ვუყვარდეთ და პარალელურად რაღაცები ჩვენს გამო გააკეთოს. სტეფანსაც ხო ძალიან უყვარდა ელენა, მაგრამ ეს რაღაც იყო უფრო რბილი და უხასიათო, რომელიც არავის არ მოგწონდა. რეალურად დღეს, როცა უკვე დასრული ხარ, მოგწონს ცოტა ისეთი წყნარი მშვიდი ურთიერთობების, ზედმეტი ემოციების, დრამების, დაშორების, განშორების, შერიგების და რაღაცეების გარეშე, როდესაც შენ ხარ ჯანმრთელი მენტალური მიმართულებით. მაგრამ როდესაც შენ ხარ თინეიჯერი, გჭირდება ისეთი love story, რომელიც აქვს დეიმონს და ელენას. რომელიც არის უსასრულოდ დიდი, სადაც არის ტანჯვაც, სიყვარულიც, ვნებაც და აი დეიმონის ტანიც, იმიტომ რომ ამის გარეშე უბრალოდ ჩვენი განხილვა ვერ შედგებოდა. დეიმონი არის პერსონაჟი, რომელმაც ჩემი გული იმდენად მოიცვა, რომ მე მასზე ცუც ვერაფერს ვერ ვიტყვი, ოღონდ მართლა. ის არის ჩემი პირველი სიყვარული. და ვიტყოდი რომ უკანასკნელიც, იმიტომ რომ მე დეიმონს ვერავინ ვერ შემიცვლის, ვერასოდეს. ვერც ერთი პერსონაჟი და ვერც ერთი რეალური პერსონაჟი არ არსებობს. დეიმონი არის ის, ვინც ჩემი გული მთლიანად მოიცვა. სტეფანთან ურთიერთობები არის მეტად სტაბილური, ის არ მოითხოვს მძაფრ ემოციებს, ის არის უბრალოდ უყვარხარ, მოსწოხარ, გაქვთ ძალიან წყნარი, მშვიდი, არატოქსიკური ურთიერთობები, ხართ სტაბილურად კარგად, მას შენი ესმის, მას შეუძლია რომ გაგითვალისწინოს, მოგისმინოს, გააკეთოს ისე როგორც შენ თხოვ, გქონდეს ისეთი წყნარი, მშვიდი, სტაბილური ურთიერთობა. მაგრამ ვის უნდა ეს თინეიჯერ გოგოს რომ ნამდვილად არ უნდა და ეს მისთვის მოსაწყენია, სრულიად ლოგიკურია, მათ შორის შევდიოდი მეც. ჩემთვის ეს ქაოტური ურთიერთობა, სადაც იყო ბევრი დრამა, ნიშნავდა მძაფრ ემოციას და მძაფრი ემოცია არ იყო სიყვარული.
არ იყო სტაბილურობა სიყვარულის სამსახველი სიტყვა. სიყვარულს ასახავდა მხოლოდ და მხოლოდ ქაოტურობა. რაც რა თქმა უნდა, დეიმონის და ელენას ურთიერთობაში რეალურად არსებობდა. სტეფანი განასახიერებს ზუსტად ისეთ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც ჩვენს ირგვლივ ნამდვილად არსებობენ, ანუ ადამიანები, რომლებიც არ გამოხატავენ თავის ემოციებს და შეგრძნებებს, ისინი ყოველთვის არიან მშვიდები, წყნარები, მათთან ურთიერთობა არის ძალიან ისეთი სტატიკური, ერთი მიმართულებით, მაგრამ თუ რაიმე მოხდა და აი ხო იცით რომ ამბობენ ადამიანს რომ აი ეს რო გაბრაზდება და აი ზუსტად ეგეთი არის სტეფანი ადამიანი რომელიც ერთი შეხედვით ჩანს ბუნჩულა მაგრამ მას აქვს უსაშინლესი მეორე მხარე უმართავი ხდება ის არის ყველაზე ცუდი ვამპირი ვინც კი არსებობს საერთოდ სერიალის განმავლობაში ასევე უფრო უარესი ვიდრე კლაუსი და ეს მგონი ნამდვილად საშიშია ის გავს რაღაცნაირად ჩემს წარმოდგენებში ის გავს მოთამაშე ადამიანს რომელიც დამოკიდებული არის რაღაცაზე ის გავს წამალდამოკიდებულ ადამიანს რომელსაც შეუძლია რომ ყველაფერი და ყველა დაივიწყოს როდესაც რაღაც ზღვარს გადავა ის იჭერს თავის რეალურ შეგრძნებებს ის სრულიად უარს ამბობს თავის შინაგან მეზე, რომელიც მისი პიროვნების ნაწილია, ამიტომაც ის არის საშიში. და სწორედ ესეთი საშიშები არიან ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს ირგვლივ ცხოვრობენ. რომლებიც არ გამოხატავენ თავის შეგრძნებებს, რომლებიც არ ამბობენ რა მოსწონთ, რა არ მოსწონან, ურთიერთობა ძალიან კომფორტული თითქოს ყველაფერზე თავს გვიქნებენ, მაგრამ ეს ადამიანები, ჩემი აზრით, არიან ზუსტად ისეთები, როგორიც არის სტეფანი. ამიტომაც მე ყოველთვის ჩემს რეალურ ცხოვრებაში ვერიდები ისეთ ადამიანებთან კომუნიკაციას, რომელიც თავის არც ერთ ემოციას არ გამოხატავს დიდად და არის ესეთი. იმიტომ რომ ის შეგრძნება, ის ემოცია ჩვენში აუცილებლად სადღაც წარმოიქმნება და ეს არის ჩვეულებრივი ფიზიკა. იგრძნო რაღაც, გამოხატო, თქვა, ზოგჯერ ნერვები მოგეშალო, ზოგჯერ გაგიხარდეს და გამოხატო ეს შეგრძნება. სწორედ ეს არის ემოციური ინტელექტი და რა ის, როცა ადამიანი არ გამოხატავს არც სიხარულს, არც ბრას, მისთვის არ არსებობს არც ერთი გრძნობა, რომელიც მას სახის მიმიკას უცვლის, ან ხმის ტემბრს, ან რაიმე სახის სხეულებრივად გამოხატავს თავის შეგრძნებას. ეს არის ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად ფიზიკას ეწინააღმდეგება, მაგრამ ეს ხო გამორიცხულია, ჩვენ ვერ შევეწინააღმდეგებით იმას, რაც რეალურად არსებობს. ეს ენერგია რაღაც ძალის მეშვეობით სადღაც ჩვენს ორგანიზმში აუცილებლად ილექება და შემდეგ შეიძლება რომ ეს თვითონ ჩვენთვის, ჩვენი ორგანიზმისთვის იყოს საზიანო და დაგვიზიანდეს რაიმე სახის ორგანო, რაც ძალიან ხშირად ხდება. ნერვული აშლილობა სწორედ მაგას გულისხმობს, ხო, როდესაც პანიკები აქვს ადამიანს, ხო, ნერვოზული შემოტევები როდესაც აქვს ადამიანს, სწორედ ეს არის დააგროვილი ემოციიდან გამომდინარე წამოსული რეაქცია, როდესაც უკვე ვერ გაიხარჯა ვერსად ეს ფიზიკა არის, ამას ვერ შევეწინააღმდეგებით ჩვენ უნდა გამოვხატოთ ყველა ჩვენი ემოცია, ჩვენ უნდა გამოვთქვათ, ხო? ჩვენ სწავლოთ, ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, ჩვენ შვილებს უნდა ვასწავლოთ, რომ ჩვენი ემოციები ისეთი გზებით გამოვხატოთ, რომ სხვისთვის არ იყოს საზიანო, ჩვენთვის პირადად არ იყოს საზიანო. ეს არ ნიშნავს, როდესაც ემოციურ რეგულაციებზე ვსაუბრობთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ არ უნდა გქონდეს რაიმე სახის რეაქცია, შენ არ უნდა გქონდეს რაიმე სახის ემოცია. პირიქით, შენ უნდა გქონდეს ემოცია, შენ უნდა გქონდეს რეაქცია, იმიტომ რომ შენ ხარ ცოცხალი ადამიანი, რომელსაც აქვს ეს ზუზუმწოვრების ტვინი, სადაც იწარმოება ჩვენთვის სხვადასხვა სახის ემოცია და სხვადასხვა სახის შეგრძნება, ხო? შესაბამისად, ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ ეს ემოციები როგორღაც გამოვხატოთ ისეთი გზით, რომელიც არ აზიანებს სხვას. თუ ჩვენ ამ ემოციებს არ გამოვხატავთ, თუ ჩვენ არ გვეტყობა რას გვგრძნობთ არასოდეს და ამ ყველაფერს კარგად მართავთ, ეს არ არის მოსალოცი ამბავი, იმიტომ რომ ეს აუცილებლად ინახება ჩვენს ორგანიზმში სადღაც და ერთ მშვენიერ დღეს რაღაც საშინება დაგვემართება, რაც სტეფანს ხშირად ემართება. ნუ ხშირად თუ არა ხშირად არ ვიცი, მაგრამ როცა ემართება, რაც ემართება, კი იცით თქვენ თვითონაც. ერთ-ერთმა ესეთმა ამოხეთქვამ კიდევაც დააკარგვინა ელენა. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ მათი ურთიერთობა ისედაც განწირული იყო, რადგანაც ელენას ფსიქოტიპი არ არის ისეთი სტაბილური ურთიერთობისთვის და არც სტეფანისნაირი კაცისთვის მომზადებული და საჭიროებას არ წარმოადგენს, მოკლედ ელენას ფსიქოტიპი ისეთ პარტნიორს, როგორც სტეფანი არის და როგორ ურთიერთობას სტეფანი სთავაზობს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ ახლა სტეფანის მიმართულებით, ამიტომაც დააკვირდით თქვენ შეგრძნებებს, გამოხატეთ ის სწორი გზით
და გახსოვდეთ, რომ ისეთი ადამიანები, რომლებიც თავის ემოციებს არ გამოხატავენ, არ არიან სანდოები და ის ადამიანები არიან ყველაზე საშიშები. სტეფანი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც არის თამაშზე დამოკიდებული, რომელიც არის წამალზე დამოკიდებული, ის უბრალოდ გააზრებულად ებრძვის ამ პრობლემას, რაც ძალიან გასახარებელია ნამდვილად, მაგრამ ეს არის პრობლემა. რეალურად პრობლემა არის, რომელსაც ადამიანი სხვა უცხო პირი, ვერ შეყვარებული ვერავინ ვერ შველის, მხოლოდ და მხოლოდ თავისი ნებით უნდა დაიძლიოს ნამდვილად და სტეფანს ეს პრობლემა აქვს, სტეფანს ეს გააზრებაც აქვს, ამიტომაც უნდა გვახსოვდეს, რომ ის რაც სტეფანს ჭირს, რეალურ ცხოვრებაში ჭირს მამაკაცებს და არა მხოლოდ მამაკაცებს, ქალბატონებსაც, მაგრამ თუ ვლაპარაკობთ სტაბილურ ურთიერთობაზე და იმ ურთიერთობაზე, რაც ქალებს გვინდა და გვჭირდება, უნდა გვახსოვდეს, რომ სტეფანისნაირი ადამიანები ირგვლივ არსებობენ და შეიძლება რომ წამალდამოკიდებული ან თამაშზე დამოკიდებული ადამიანი ნამდვილად გამოსწორდეს, მაგრამ ყოველთვის არის პატარა შანსი იმის, რომ ის ესე ვთქვათ, ნებისყოფა არ იყოს და ისევ დაუბრუნდეს თავის რეალურ ცხოვრებას. ახლა რომ გადავიდეთ დეიმონის აღწერაზე, ჩემი აზრით მისი რამდენიმე ნაბიჯი სრულიად გაუმართლებელია, მან რომ ლექსი მოკლა, მე ამას ვერასოდეს ვერ ვაპატიებ, მაგრამ იმ მომენტში სრულიად გააზრებული მქონდა, რატომაც გააკეთა, რადგანაც რაღაც კვალის გადაფარვა უნდოდა, მაგრამ მაინც როგორ შეიძლებოდა ლექსის მოკლა, მას რაღაცნაირად არ უყვარდა ეს გოგო თავიდანვე, მაგრამ ჩვენ გვიყვარდა, იმიტომ რომ ის სტეფანის ძალიან კარგი მეგობარი იყო და მოკლედ დეიმონმა ბევრი რაღაც სისრულეები გააკეთა ამ სერიალის განმავლობაში, მაგრამ მე მას ყველაფერი ვაპატიე და მე ის მაინც მიყვარს. დეიმონი ჩემი აზრით არის ძალიან კარგი პარტნიორი, რომელიც ყოველთვის დაგიცავს, რომელიც ყოველთვის იქნება შენს გვერდის, როცა გჭირდება. ის აძლევს ელენას ზუსტად იმ ემოციებს, რომელიც ჭირდება. ის ყოველთვის უფრთხილდებოდა ელენას, მაშინაც კი, როდესაც პირველ სეზონში წარმოდგენილი იყო როგორც ყველაზე ბოროტი პერსონაჟი მთელ სერიალში, ის შედიოდა ელენას ოთახში და ეფერებოდა მას თმაზე, როდესაც ელენას ეძინა და ეს იყო, არ ვიცი, მართლა ცრემლები წამოგივიდოდა ადამიანს, რომელსაც ეს სერიალი გიყვარდა. ის ყოველთვის სწორად ექცეოდა ელენას, შეიძლება ბევრჯერ სხვა ადამიანებთან იყო არასწორი, მაგრამ ვერ ვიტყვით ამას ელენასზე, იმიტომ რომ ის ელენას ნამდვილად ყოველ ჯერზე ექცეოდა სწორად. ჩემი ყველანაირი სიმპათია დეიმონს, მე ის მიყვარს, ალბათ მეტყობა კიდეც. ზოგადად ესე ხდება, როდესაც ადამიანი ძალიან თავისუფალია, იცის რა უნდა კონკრეტულად და თავისი მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებს, შეფუთული არის როგორც ცუდი პერსონაჟი. და ნამდვილად ვერ ვამართლებ დეიმონის ყველა ქცევას, მაგრამ საერთო ჯამში რომ განვიხილოთ, დეიმონმა პირველივე დღიდან იცოდა კონკრეტულად რა უნდოდა, მას უნდოდა მისი პარტნიორი, პირველ ეტაპზე მას ეგონა რომ ეს იყო კეთრინი, მაგრამ შემდეგ აღმოაჩინა მალევე რომ ეს იყო ელენა და მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ელენა ყოფილიყო მასთან. მას კიდევაც შეეძლო ისეთი ხერხების მიემართა, როგორიც არის მაგალითად შთაეგონებინა ელენასთვის რომ ის შეყვარებოდა, მაგრამ ეს არ გააკეთა, რაც ასევე იმსახურებს დიდ პლუს, თუ დავაკვირდებით, ელენამ საკუთარი თავი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იპოვა, როდესაც დეიმონთან დაიწყო ურთიერთობა. ის იყო სრულიად დაკარგული, მან არ იცოდა რა უნდა და არ იცოდა ვინ იყო და როდესაც დეიმონთან დაიწყო ურთიერთობა და გახდა ვამპირი, როგორც კეროლაინი, მან ის გათავისუფლა რაღაც კომპლექსებისგან და ჩარჩოებისგან და მან იპოვა საკუთარი თავი. მან დაიწყო სხვანაირი ცხოვრება, მან დაიწყო ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება, რაც ვფიქრობ, რომ ჩვენი ადამიანების ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა, რომ ვისიამოვნოთ ცხოვრებისგან, გავთავისუფლოთ ზედმეტი კომპლექსებისგან, გავთავისუფლოთ იმ ჩარჩოებისგან, რომელშიც საკუთარ თავს ვამყოფებ და ვისიამოვნოთ, ვივიღოთ სიამოვნება ცხოვრებისგან. ჩემი შეფასებით, ელენამ საკუთარი თავი იპოვა მაშინ, როდესაც დაიწყო ურთიერთობა დეიმონთან. სწორედ ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ ხშირად სერიალშიც არის ეს სიუჟეტურად, რომ როდესაც დეიმონზე არის მიჯაჭვული ემოციურად და ეს სრულიად ლოგიკურია, რადგანაც ის დეიმონთან თავს გრძნობს თავისუფლად, ის დეიმონთან თავს გრძნობს ისეთად, როგორიც რეალურად არის. სტეფანთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნო და კარგი იყო, მაგრამ ის იყო არა ელენას ფსიქოტიპისთვის, იმიტომ რომ ერთი შეხედვით ელენა არის რაღაცა წყლიანი მშვიდი გოგო, რომელსაც იდეალურად შეიძლება რომ შეეწყოს სტეფანი, მაგრამ რეალურად ელენაში არის ბევრი სხვა თვისებაც, როგორიც არის გამბედაობა, როგორიც არის პირველობის სურვილი, ეს რაღაცა ცხოვრების ჟინი, გართობა და ცოტა ისეთი ცეცხლოვანი და აი პერსონაჟს რო განვიხილოთ, არის ელენაში ეს ყველაფერი. არის მასში ძალიან ბევრი ცეცხლის ენერგია, შესაბამისად მისთვის იმ როლში ყოფნა, რასაც სტეფანის შეყვარებულობა ქვია, არის სრულიად
არაადეკვატური, მიუღებელი არ შეიძლებოდა, რომ ელენას ხასიათის რეალურად თვითონ როგორიც არის ელენა, რასაც იპოვის შემდეგ სხვადასხვა სეზონებში დედამისი გაიხსენეთ ვინ იყო. გენეტიკა თავისსაშვება, მამამისი გაიხსენეთ ვინ იყო. ის არ არის ჩვეულებრივი გოგო, რომელსაც შეუძლია რომ უბრალოდ სკოლის მოსწავლე იყოს, რაღაცა იცეკვოს და დღიურები წეროს. მას მეტი უნდა რომ ცხოვრებისგან მიიღოს, მას უნდა რომ ბევრი სიამოვნება მიიღოს ცხოვრებისგან, იცხოვროს, იცინოს, იგიჯოს. მასში არის ეს სიცოცხლის სიყვარული, რასაც მხოლოდ და მხოლოდ დეიმონთან ურთიერთობის დაწყების შემდეგ იაზრებს. ამიტომაც ემართება მას ის მიჯაჭვულობა, რაც რეალურ ცხოვრებაში ხდება, როდესაც პოულობთ ისეთ ადამიანს, რომელიც თავს გვაგრძნობინებს ზუსტად ისეთად, როგორებიც რეალურად შინაგანად ჩვენ ვართ, მაგრამ ის ჩარჩოების კლიშეები, რომელიც დროთა განმავლობაში ჩვენ ცხოვრებაში გროვდება, გვაიძულებს, რომ სხვანაირები ვიყოთ და ვნახულობთ, პოულობთ ისეთ ადამიანს, ვის გვერდითაც ზუსტად ხვდებით, ვინ ვართ და რა გვინდა ამ ცხოვრებაში, ამის შემდეგ იწყება ეს ემოციური მიჯაჭვულობა, რომელიც ელენას რეალურად დეიმონის მიმართ დაემართა. სერიალშიც არის აღწერილი, მაგრამ ეს რეალურ ცხოვრებაშიც გვემართება გოგონებს და არა მხოლოდ გოგოებს, ბიჭებსაც, როცა პოულობთ ისეთ ადამიანს, ვის გვერდითაც ჩვენი თავი მოგწონს. ჩვენ ვუყურებთ სარკეში საკუთარ თავს და ხვდებით, რომ კი, აი ზუსტად ესეთი ვარ რეალურად მე. ზუსტად ესეთი ხასიათი მაქვს მე, როგორიც ამ ადამიანთან ურთიერთობის დროს. დროთა განმავლობაში უკვე, როდესაც ამხელა გადააზრება ხდება ჩვენ ცხოვრებაში, ჩვენც ვიცვლებით, შესაბამისად წესით და რიგით ეს მიჯაჭვულობაც თანდათან უნდა გაქარწყლდეს. ნამდვილად უსასრულოდ შემიძლია ამ სამეულზე საუბარი და თითოეული მათგანის თითოეული ქცევის განხილვა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ვიდეოში უკვე საკმარისზე მეტი ვილაპარაკე, ამიტომაც თუ საინტერესო იქნება, თუ ბევრი ნახვები იქნება ამ ვიდეოს გპირდებით, რომ იქნება მეორე, მესამე, მეოთხე ნაწილები ვიდეოების განხილვების, რადგანაც სერიალი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ბევრი მიმართულებით გავიხედოთ, გამოვიხედოთ, შევაფასოთ და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის შეგრძნებები, რომელიცაც ეს სერიალი, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ გვიტოვებს. მიყვარხართ ძალიან, გემშვიდობებით და მოგეწონა ეს ვიდეო, აუცილებლად დალაიქეთ და იქნება სხვა ნაწილებიც. მინდა რომ იყოთ ბედნიერები და ჯანმრთელები, რაც მთავარია. მიყვარხართ!